სადიშოვა პისტოლეტი ომერმას მოუვალე. რაღაცას კი ამბობდა პისტოლეტზე, მაგრამ მე არ ვიცი, არ მინახავს. არ მინახავს. სად ინახავდა სახლში თუ გარაჟში? თუ წინა დღეს იშოვა. მთელი დღე შენთან ერთად არ იყო? ის შენთან აპირებდა მოსვლას. ცოლობაზე რატომ არ დათანხმდი? არ შემეძლო მერტ. შენ ყველაფერი არ იცი. სწორედ ამიტომ გეკითხები, რატო? ზუსტად წინა ღამეს სანამ ცოლობას გთხოვდა, ძალიან აღელვებული იყო. მეც აღელვებული ვიქნებოდი, ძარცვა რომ მქონოდა დაგეგმილი. მეგობრებო, სიმართლის დამალვას არ ვაპირებ. შენ ხომ სიმართლე გაინტერესებს მერტ? აქ ამისთვის ხარ. თუ ასეა მოგიყვები. ერთი თქვი რამდენჯერ იყო მოსული შენთან თვრალი. მიდი თქვი. ეიშანმა იმითომ უთხრა უარი რომ ის მთვრალი იყო. ჯარის შემდეგ რაც დაემართა ჩვენს ომერს, შენ არაფერი შეგინიშნავს. ასეა მერტ, რა თქმა უნდა, შენ ხომ ბავშვი იყავი. ძმაო, თქვენ თუ შეამჩნიეთ, რატომ არაფერი არ უთხარით, რატომ არ არიდეთ განსასწელს? მე ვინ დამიჯერა? ბოლო დღემდე ვაფრთხილებდი, ვეუბნებოდი სულ. ძმაუალი, შენ? არაფერი არ მithქვამს. ახლა კი გავაფრთხილებდი, მაგრამ იმ დღეს სასამართლოში სიმართლე თქვი. რატომ არ მოიტყუე ჩემი ძმის გამო? მეშინოდა. რის გეშინოდა? ეშინოდა რომ ომერი რამეს დაუშავებდა. არ მოიტყუა, რადგან უნდოდა რომ შენი ძმა ციხეში ჩამჯდარიყო. რატომ? იმიტომ რომ შენმა ძმამ კაცი მოკლა მერტ. ომერი იმ ღამეს ეიშანთან მივიდა და უთხრა სიტყვა არ წამოგცდეს მოკლავო. ასე არ იყო ეიშან? რა გჭირთ ვერ გავიგე, ბიჭს სიმართლის გაგება უნდა. ასე ვერასდროს მორჩებით ამას. სწორედ ასე იყო, როგორც მან თქვა. სწორედ ასე იყო ყველაფერი. ეიშანი ეგოისტურად მოიქცა? თავისი ცხოვრებიდან ომერი ამოშალა? მერტ გაიგე. შენმა ძმამ კაცი მოკლა. მე არ ყოფილხართ მასთან. ციხეში მასთან არ ყოფილხართ? მას არ უნდოდა ეს, მას არავის ნახვა არ უნდოდა, შენი ნახვა უნდოდა. ისიც ადამიანი იყო მერტ. მას რცხვენოდა. თვალებში ვერ გვიყურებდა. მე ვიყავი მასთან. მან შემომხედა თვალებში, მაგრამ მე ვერ შევძელი. ვერ შევხედე. რატომ? გითხრა რატომ გააკეთა ეს? რატომ? მითხარი, რატომ? ვერ ხვდები, რატომ გააკეთა ეს? რატომ? ამას ვერასდროს გავიგებთ, მერტ, ვერასდროს გავიგებთ. ყველას აქვს ამა თუ იმ საქციელისთვის რაღაცის მიზეზი. ყველას შეუძლია საშინელი რაღაცის ჩადენა. შენ არ იცი უბრალოდ. ჩვენ არ ვიცით, ვინ როდის რას ჩაიდენს. თუნდაც ეს ჩვენი საყვარელი ადამიანი იყოს. თვალებში ვუყურებთ მათ, მაგრამ არ ვიცით სინამდვილეში რას წარმოადგენენ. შეწყვიტე ამ შეკითხვების დასმა. ნუ იდანჯავ თავს და სხვებსაც ნუ დანჯავ. შევთანხმდით? კარგი ძმაო. კარგი. რა თქმა უნდა, უფლება გაქვს სიმართლე გაიგო. ასე რომ გააგრძელე შენი საქმე. ოღონდ ნუ დაგავიწყდება. რაც არ უნდა ჩაედინა, ის მაინც შენი ძმა იყო მერტ.
მერტ. ყველაფერი კარგადაა? თავი დამანებე. დღეს მისი ჩრდილი იქნება კამილ, თვალი არ მოაშორო. შენ? ამათ იმართო დატოვება არ შეიძლება. მანამდე ვერ ამოვისუნთქებთ თავისუფლად, ვიდრე საფრთხე არ გადაივლის. რომ არ გადაიაროს? ახლა მე ვარ საფრთხეში კამილ და არა ესენი. საქმეს მიხედე. გარგახანს ვერ მოვა აზრზე. მაგრამ მაინც თვალი გაჭიროს, გაიგე? კანკილერ. მას ასე მეგობრებო, დღის შეკითხვა. რატომ გავაკეთეთ ეს? გულახდილად ვთქვათ. შენ რატომ გააკეთე ეს ეიშან? რითომ არ იცი? კი, მაგრამ კიდევ გაიმეორა. იქნებ გულზე მოგეშვას. მე ეს ბაჰარის გამო გავაკეთე. ძარცვა ომერი. ძარცვის შემდეგ რაც მოხდა, ყველაფერი მის გამო გავაკეთე. ადამიანი ახლობლის გამო ყველაფერს აკეთებს. ასე არ არის, ალი? განა ეს შესანიშნავი არ არის? რატომ გააკეთე ეს? ახლობლის გამო, პასპორტში ბეჭედი და ვიზაც გაქვს, შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე. შენ ძალიან პატიოსანი გვყავხარ, არა? მეგობრის შეყვარებულს გადაეკიდე და გინდა თქვა, რომ კარგი კაცი ხარ. ვასიო, მაგრამ სამართლიანი ვიყავი ჩემს მიმართ, ალი. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი არსებობს. ეიშანი. ამიტომაც არცად არ მივდივარ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ვარ მთელი ცხოვრება აქ მასთან ერთად. შენ ალი? ჩვენს ნაკლზე რომ ლაპარაკობ, შენ თვითონ რატომ გააკეთე ეს? მიდი, გულახდილად თქვი, რით გაიმართლებ თავს, რით? მიდი თქვი, მაინტერესებს. მე ვერ გეტყვი, რომ ღამე მშვიდად მძინავს. მაგრამ მე თქვენნაირი არ ვარ, მეგობარო. რაღაც თუ გავაკეთე. სინდისი აღარ მაწუხებს როგორც ამას. არჩენსავით ვეთამაშები ეშმაკს. კარგი ერთი, მე ვინ გითხრა რომ ვთამაშობ? მე სერიოზულად ვაკეთებ ყველაფერს. ომერის საჭრდილი არ მოდის ხოლმე შენთან? საყელოზე არ გეჯაჯგურება ხოლმე? ეიშანს კითხე. ეს იყო ციხეში მის სანახავად. შენ ალბათ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ, მასზე ოცნებობ. წამიყვანე შენთან ომერ. წამიყვანე ჯენგიზისგან. წამიყვანე ომერ. Allah belanı versin. რომერთი დაგჭირს ყველაფრისთვის. Affedersiniz. მაპატიეთ. Ezel Bey. ბატონი ეზელი მოვიდა. კეთილი იყო შენი მობრძანება, პარტნიორო. სად ხარ აქამდე? გელოდებოდით. ბაჰარის სახლშია? Odasında თავის ოთახშია ზინავს, დაიღალა. ყველაფერი კარგადაა, ბატონო ალი. თვალს არ მაშორებთ, რამე ცვლილება შემამჩნიეთ? ჩვენ ერთად ვაპირებთ ბიზნესის კეთებას, ამიტომ ის უკვე სხვა თვალით გიყურებს, ასე არ არის, ალი? სწორედ ამიტომ. ეს ოქმი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავარ საკითხებზე შევთანხმდით. ორი კვირა დაგჭირდება საბუთების მოსაწესრიგებლად. პარტნიორო, ანგარიშები ვნახე, ეს ზვირადღირებული ბიზნესია. შენი აფასიანს ეძებდი? არა, რას ამბობ? მე ისეთ რამეს ვეძებ, რაშიც ფული არ უნდა ჩავდო. თუ ასე ისევ პოკერის თამაში გააგრძელე, ჯენგიზ. ეიშანმა იცის ბიზნესში ასეა, ჯერ უნდა ჩადო ფული და მერე იღებ მოგებას. აბა რა სიტყვი? კარგი. კარგი მეთქი. ეიშანი თუ ამბობს კარგიო, ესე იგი ესეა. მე გეტყვით, როგორც გავიგე ყველაფერი. თუ რამე შემესლება შემისწორეთ. კარგი?
ჩვენ მივიღეთ ნებართვა. შენ ამოირჩიე ყველაზე მაგარი ადგილი სასტუმროს ასაშენებლად. ყველაფერი კარგადაა. ახლა მთავარია ტენდერის მოგება და რა თქმა უნდა ფულის ჩადება. ამაზე რა სიტყვი? 80%-ს მევდებ, 20 შენ. ანუ მე ნაკლებს გადავიხდი. 50 მილიონს. ამდენ ფულს საიდან მოვიდანთ? ეშენ. ბატონებო. ბოდის გიხდით. ყოველად დავკარგეთ ძვირფასი დრო. ჯენგის, შენთან კარტის თამაში ძალიან საინტერესოა, მაგრამ რაზე ფიქრობ, როგორ გაგვიმკლავდე? არა ვფიქრობ რა იქნება 1 წლის შემდეგ ამ დღეს. ერთი წლის შემდეგ ამ დღეს ერთად დავლებთ. მერტ, ისევ ცუდ დროს რეკავ. ისმენ მერტ. ზმაო ჯენგიზ, რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ. აბა რას ვიზამ? მითხარი რა იყო? ახლა ციხესთან ვდგავარ. რატომ რა მოხდა? არაფერი. ციხის დირექტორი ვისთანაც ჩემი ძმას ასჯელს იხდიდა, ახლა ამ ციხეში მუშაობს. მასთან დალაპარაკება მინდა, მაგრამ არ მიშვებენ. მერტ, ჩვენ ხომ დავხურეთ ეს თემა. ზმაო ჯენგიზ, მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ყველაფერს ორი მხარე აქვს. თქვენ მომიყევით რა გააკეთა ომერმა, ახლა მინდა მისი სიმართლე მოვისმინო. კარგია. სპირიტუალური სეანსის მოწყობას აპირებ? თავისი ცხოვრების ნაწილი ციხეში გაატარა. იქნებ ვინმეს რამე უამბო. არ ვიცი, იქნებ ვინმეს გაუზიარა მისი ამბავი. მართალი ხარ მერტ, მართალი ხარ. არცად არ წახვიდე, ალი მოგაკითხავს ახლა და რამეს მოვიფიქრებთ. რა შეძებს იქ? დაფიქრდი ალი. გონია ომერმა არ იცოდა რა გავუკეთეთ. რა თქმა უნდა მიხვდა. გოგო თვალებში უყურებდა და ისე იცრუა სასამართლოზე. მერე სინდისმა შეაწუხა და მის სანახავად მივიდა. ომერს შეეძლო ჩვენთვის პრობლემები შეექმნა, ციხეში შეეძლო ვინმესთვის გაეზიარებინა თავისი ეჭვები. გესმის, რამდენად სახიფათოა ეს? შენი. მერტმა რაღაცას რომ მოჰკრას ყური. ბოლომდე მიხვება ამ საქმეს. ვერაფერს ვერ მოჰკრავს ყურს. რომ მოჰკრას? ალი ყველაფერი ჩავლილია. არა, არ არის ჩავლილი. მეუბნები ბიჭს უთვალთვალეო, ესე იგი გეშინია. რამე რომ გაიგოს, ყველაფერს დავკარგავთ ალი. ყველანი. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი ადამიანი დაზარალდება. და ეს ერთი ადამიანი შენ ხარ ალი. ანუ, თუ არ გინდა ვინმე რამე გაიგოს, კიდევ მოგიწევს ვიღაცის მოკლა ალი. კიდევ მოგიწევს. ჯერ არ წასულხარ? რა იყო? დღეიდან ბატონ ალისთან ერთად მუშაობთ. ამიტომ ერთმანეთი უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ. თუ ასეა იქნებ ყველამ ერთად ვივახშმოთ. არ გინდა მეც სამოვიდე ალი? ზემოდი. შენ და ომერი აბსოლუტურად საპირისპირო ტიპები ხართ, სრულიად განსხვავებულები. საინტერესო იქნებოდა თქვენი ერთ სამყაროში ნახვა.